ჯერ როგორც ახლა ამერიკის გენშტაბის უფროსმა აღნიშნა თვითონაც არიციან მოხდა თუ არა განადგურება ირანის ესე თქვა ვირტუალური პოტენციალის პოტენციალში გულცხადია გულისხმობ იმ რესურსს რომ ირანმა შექმნას ვირტუალური იარაღი. ასე რომ საუბარი ჯერებაზე ნადრევია. შეიძლება გაიტანა იქამდე სანამ მოხდებოდა დაბომბვა ირანმა გაიტანეს იქიდან ყველაზე უფრო ძვირფასიაც ურანი. ეჯერ არ ვიცით ასევე. შესაბამისად თუ ეს ასეა, ანუ ვერ განადგურდა ირანის ვირტუალური პოტენციალი საჭირო იქნება ახალი დაბომბვა, მაგრამ არ არსებობს თქო უნდა გარანტია, რომ ეს ახალი დაბომბვა მოიტანს სასურველ შედეგს. ყველაზე მძიმე სცენარი ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა იქნება პირდაპირ შეჭრა ირანში სახმელეთო ოპერაცია, რომელიც არ იქნება მარტივი არანაირად, გაცილებით რთული იქნება ვიდრე ერაყში ომი, იმიტომ რომ ირანის ტერიტორია გაცილებით დიდია ვიდრე ერაყი, ესე მთიანი რელიეფია და ასე შემდეგ და თავისთავად ცხადია ეს გამოიწვევს უფრო მეტად გაერთიანებას ირანელების ამ რეჟიმის გარშემო, რისიც ალბათ ყველაზე მეტად ეშინიათ ამერიკაში და სწორედ ამიტომ არის რომ ამერიკელები ერიდებიან დამატებით ჯერაც უყურებთ დამატებით ნაბიჯებს, ამერიკელები აცხადებენ ამერიკელებმა განაცხადეს დაბომბვის შემდეგ რომ ისინი არ ესწრაფიან რეჟიმის ცვლილებას, ესწრაფიან მხოლოდ სამშვიდობო შეთანხმებას, მაგრამ აქ კითხვა არის იმაში და საპასუხოდ რას იზამს ახლა ირანის რეჟიმი დაждდება ახლა მაგიდასთან და მოაწერს ხელს პრაქტიკულად კაპიტულაციაზე თუ პირიქით გააგრძელებს ახლა ბრძოლას და მით უმეტეს თუ ბრძოლის გაგრძელების საშუალება აქვს, ანუ თუ კიდევ შეერჩა ურანი. და ყველაზე მძიმე სცენარი რომ ირან შეერჩა ეს ურანი და სადღაც აქვს ასე თქვათ შესაბამისი ობიექტი და იქ შექმნას ატომური ვირტუალური იარაღი. ეს ყველაზე მძიმე სცენარია, ხო? რის თავიდან აცილებასაც ესწრაფოდა ისრაელი როცა დაიწყო ეს დაბომბვები რის თავიდან აცილებას ხადია ესწრაფოდა ასევე ამერიკა და დაეხმარა ისრაელს და თუ ეს ვერ მოხერხდა და ირანმა შექმნა ეს ვირტუალური იარაღი, ნუ მაშინ ჩავთვალოთ რომ ეს ყველაფერი რაც მოხდა, ეს იყო ფუჭი და სხვები ყველაფერი იყო ფუჭი და შეიძლება მივიღოთ კიდევ უფრო მძიმე ვითარება ახლო აღმოსავლეთში. სადაც ჩვენ უყურებთ ესე თქვათ ჯერჯერობით როგორც ვიცით, ყველა მიწის ეს არ არის ესე თქვათ საიდუმლოება. ვირტუალური იარაღი გააჩნია მხოლოდ ისრაელს და რა თქმა უნდა ისრაელი ცდილობს რომ ეს მონოპოლია შეინარჩუნოს. ამერიკა ცხადია ცდილობს რომ ისრაელს კონდეს მხოლოდ ეს მონოპოლია, რადგან ისრაელი არის მისი ერთ-ერთი მოკავშირე რეგიონში ეს ერთი და მეორეს შიშობენ რომ ეხა თუ ირანს ჩაუვარდება ხელში ვირტუალური იარაღი, ამერე უყოლას მოუნდება ვირტუალური იარაღი არაბულ სახელმწიფოებს და ასე შემდეგ, რომლებიც არიან ირანის მოწინააღმდეგეები. მოდი ვითარება ახლა ნამდვილად არის კარგი, მე ვიცი რომ საქართველოში ბევრი აღტაცებული ემეთი რაც მოხდა, ყველაფერი დასრულდა ფიქრობენ, მაგრამ ჯერჯერობით როგორც ჩანს დასრულებული არ არის, შევხედოთ. თუ დასრულდა ნამდვილად დაბომბვით ირანის ვირტუალური პროგრამა, ვიმეორებ მაშინ კი ბატონო, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ ვიცით, ეს დაადასტურა ამერიკის გენშტაბის უფროსმა, თავის ბრიფინგში, რომელიც ახლა თქვენს ეთერში გავიდა, რომ ჯერ არიციან მოხდა თუ არა განადგურება ირანის ვირტუალური პოტენციალის. ბატონო თორნიკე, როგორ შეიძლება შევაფასოთ ირანის მოკავშირეების რეაქცია და დამოკიდებულებები? არა მხოლოდ ამ იერიშის ფონზე, არამედ აი თუნდაც ირანის ბირთვულ ამბიციებთან დაკავშირებით, რაზეც ახლახან საუბრობდით. ირანის მოკავშირეები ხა ცხადია ჩვენ გულისხმობთ იქ ჩინეთს და რუსეთს, ისინი ეწინააღმდეგებიან უბრალოდ ამერიკის მხრიდან ის ჩარევებს ხოლმე. ისინი ეწინააღმდეგებიან რომ ამერიკამ დაბომბოს სხვა ქვეყნის ტერიტორია. გასაგები რატომ? იმიტომ რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ამერიკას როგორც ასეთი, ამაშია საქმე. ნუ პლუს ხა ირანი კი რა თქმა უნდა მოიაზრება ასე თუ ისე მათ მოკავშირედ, იმიტომ რომ ესეც არის ესე თქვა არადემოკრატიული რეჟიმი, ისინი მეგობრობენ არადემოკრატიულ რეჟიმთან ირანის სახით, რომელიც დაპირისპირებულია დასავლეთთან. და ნუ თავისთავად ცხადია ცდილობენ დაიცვან ირანი რაღაცაერთ, თუმცა ეს მარტივი არ იქნება, იმიტომ რომ ამერიკა ბომბავს ირანის დასვა პირდაპირ ნიშნავს ამერიკასთან კონფრონტაციის შესწავლას და ახლა რა თქმა უნდა ამაზე არავინ არ წავა ირანის გამო მით უმეტეს რომ ირანთან არც ერთს მათ შორის არც რუსეთს არ აკავშირებს ისეთ შეთანხმება, რომელიც დავალდებულებდა რუსეთს, რომ ირანი დაეცვა პირდაპირ ომში ჩაბმული იყო. მსგავსი არ მოუწერია ხელი ასე შეთანხმებას ირანთან არც ერთ სახელმწიფოს და ალბათ არც მოარწევს არავინ ძალიან დიდხანს, იმიტომ რომ ირანი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია დიდი ხანია, სანქციები ატევს, იზოლაციაში იმყოფება და თქო საშარო საქმეა ასეთ ქვეყანასთან ასეთი ალიანსის გაფორმება, რომ კონდეს ვალდებულება ის დაიცვა. რეგიონში ადგილობრივ პოლიტიკაზე რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამერიკის შეერთებული შტატების ასეთმა ჩართულობამ ირანში? შეიძლება თუ არა რომ შეიცვალოს დამოკიდებულებები პარტნიორებს თუ დაუშვათ მოწინააღმდეგეებს შორის? ამერიკის ძალიან ძალისმიერი ჩარევა ცხადია იწვევს პროტესტს რეგიონში. იმიტომ ყველა აღტაცებული არ ხდება ისე და ისე ამერიკის ჩარევას ესე ვიცოდეთ ჩვენ. ამერიკის ჩარევა როცა მოხდა ერაყში და ავღანეთში და ასე შემდეგ, ამან გამოიწვია გვახსოვს ჩვენ მე. გამოიწვია ომი ტერორიზმის წინააღმდეგ. რატო? იმიტომ რომ გაჩნდა პროტესტი, მე მიმართეს ადგილობრივმა ტერორს, აფეთქებებს ასე შემდეგ. ანუ ეს არასოდეს ამთავრდება ესე მარტივად და იოლად. ირანის შემთხვევაში ამერიკას საქმეს უიოლებს შედარებით ის საქმე, რომ ირანი რეგიონში პრინციპში შეიძლება ითქვას თითქმის არავის არ უყვარს. ის არ უყვარს მანდამე თურქეთს, მის ისტორიულ მოწინააღმდეგეს
არ უყვართ არაბულ სახელმწიფოებს, სუნიტები არიან. არ უყვარს ასპარეზობენ აზერბაიჯანს, იმიტომ რომ აზერბაიჯანელები ცხოვრობენ ძალიან მეტ ირანის ტერიტორიაზე და ეს ართულებს მათ შორის ურთიერთობას, გასაგებია იქ ისრაელს არ უყვარს და მოკლედ აი ეს ამ შემთხვევაში ცოტა აიოლებს სიტუაციას. ცოტათი, მაგრამ მაინც როცა შენ ესმის თავს მუსლიმებს, ეს რა თქმა უნდა მანდამეც კარგად არ იქნება ახმული ფლიან მუსლიმურ სამყაროში, მიუხედავად იმისა, რომ ეს შიიტები არიან თუ სუნიტები. ბატონ თორნიკე, რა ბერკეტები აქვს ირანს იმისთვის, რომ პასუხი გასცეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაგალითად საუბარი იყო სავაჭრო გზების ჩაკეტვაზეც, აი ამის შესახებაც რომ ვისაუბროთ. სავაჭრო გზა, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა მე არ ვიცი ეს რამდენად შეუძლია ირანს, იმიტომ რომ ამას შეიძლება ძალიან მძიმე პასუხი მოყვეს და გაუნადგუროს ამას ჭირდება ფლოტიო ჩაკეტვა. ხო, ფლოტი გააჩნია ირანს, მაგრამ მე ფლოტი შეუძლია გაუნადგუროს ამერიკელებმა, ეს ერთი. მეორეც, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით თავის თავსაც დააზიანებს, ბანკოდ ამერიკას დაარტყამს, ჩინეთსაც დაარტყამს და ამერიკას როგორც უყურებ ჯერჯერობით ამ ეტაპზე, უშუალოდ ამერიკას აუპირისპირდება ირანი, თქვენურად იქცევა შეიძლება ითქვას. საპასუხო დარტყმა იყო ისრაელზე და ამერიკულ ბაზებზე იერიში არ მოუტანია. ანუ ხდებოდა ალბათ რომ ჰორმუზის დაკეტვა იქნება ყველაზე ბოლო, ესე ვთქვათ, ყველაზე მძიმე სასოწარკვეთილი პასუხი ამ ომში. ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა ირანის რეჟიმი იქნება ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მანამდე მე მგონი არა. იმიტომ რომ ისევ და ისევ თავის თავსაც დააზიანებს ამითი, არა მხოლოდ იქ არაბულ სახელმწიფოებს, რომლებიც დამოკიდებულები არიან ნავთობის სექტორზე, რომ სრუტის გავლით, არა მხოლოდ ამერიკას, არა მხოლოდ ჩინეთს თავის თავსაც დააზარალებს. რა თქმა უნდა, ეხლა ბათამაც ყველა ხდება ახლო აღმოსავლეთში ნებისმიერი ასეთი კონფლიქტი, მით უმეტეს ასეთი დიდი მასშტაბის, იწვევს ნავთობის ფასების ზრდას და ნავთობის ფასების ზრდით twin ხეირობს ჩვენ ვიცით ეს არის რუსეთი. საუბრის დასაწყისში ბატონო თორნიკე თქვენ ნაწილობრივ ისაუბრეთ რეჟიმის შესახებ და უფრო დეტალურად მინდა ამასთან დაკავშირებით რომ გკითხოთ. სხვადასხვა განცხადება ისმის ირანში რეჟიმის შესაძლო ცვლილების თაობაზე, მათ შორის გუშინ საღამოს სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ ამ ტერმინის გამოყენება არაკორექტულია, თუმცა აღნიშნა, რომ თუ ირანულ რეჟიმს არ შეუძლია გახადოს ირანი დიდებული, რატომაც არ უნდა მოხდეს რეჟიმის ცვლილებაო. რამდენად რეალურია ეს სცენარი და რა გავლენა შეიძლება მოჰყვეს ასეთ პროცესებს? როგორ უნდა მოხდეს რეჟიმის ცვლილება, მე მართალი არ ვიცი, შეიძლება ტრამპმა უკეთ იცის, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ძალიან გამარტივად უყურებს ამ საკითხს, როცა მიდის დაბომბვა თუნდაც ირანისნაირი, ესე თქვა, ქვეყნის, სადაც ეს რეჟიმია, რომელიც რა თქმა უნდა, მე არ მეხატება გულზარანაირად, როგორც წესი, ან დაბომბვის დროს იხოცება მშვიდობიანი მოსახლეობა და ასე დროს ხადი ეს მოსახლეობა ირაზმება მაინც რეჟიმის წინამდე, რაოდენ ცუდი არ უნდა იყოს ეს. რეჟიმის ცვლილებისთვის საჭირო არის ერთი ან რომ რეჟიმი იყოს სუსტი და ყავდეს შინ ძლიერი ოპოზიცია, ეს არ არის ირანში. შეიძლება ეს რეჟიმი ბევრს არ უყვარს, მაგრამ ოპოზიცია რეალურად არ არსებობს სერიოზული. და მეორე ყველაზე მძიმე ისე და ისევ ეს არის სახმელეთო ოპერაცია, დამხობა რეჟიმის ძალით, როგორც მოხდა ჰუსეინის შემთხვევაში და მერე შენი ვიღაცის დასმა. ხო და ამან რა მოიტანა ერაყში ჩვენ ვიცით, ამან მოიტანა ამერიკის დასუსტება ერაყში, მსგავსმა ოპერაციამ. ამერიკის ძალიან სერიოზული დასუსტება და ისევ სად ერაყი და სად ირანი. ირანი გაცილებით მძიმე იქნება ნებისმიერისთვის, მათ შორის ამერიკისთვის, რომელიც რა თქმა უნდა ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა, მაგრამ არ არის მარტივი გასეირნება, არ იყო მარტივი გასეირნება ერაყი და ირანი მეტყვით არ იქნება. და ჩვენი საუბრის ბოლოს ძალიან მოკლედ რომ გვიპასუხოთ აი ამას, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს უკრაინის კონფლიქტთან მიმართებითაც. დროებით ალბათ კაცმა არ იცი ხა ეს ომი რამდენ ხანს გასტანს, ხო? ყურადღება გადავა ახლო აღმოსავლეთს, თავისთავად ხადია და ნატოვის ფასები გაიზრდება. რა თქმა უნდა, საწყობს რუსეთს, რაზე საუბარი. ეხლა ბევრი ფიქრობს, რომ ირანი ვეღარ მიაწვის რუსეთს დრონებს და რუსეთი დასუსტება, ეს ბოლომდე მართალია არის. ირანი ოდესღაც აწვდიდა რუსეთს დრონებს, მაგრამ რუსეთმა შეისყიდა ამ დრონების ტექნოლოგია და ირანულ დრონებზე თვითონ დაიწყო მისი წარმოება, ასე რომ ნაკლებად არის დამოკიდებული პრინციპში ამ მხრივ ირანზე. თუმცა ცხადია, ეხლა ირანის განადგურება მოსპოვა თუ რეჟიმის ცვლილება, რაც მარტივი მისაღწევი არ იქნება, თუ ეს მოხდა თავისთავად ხადი არ აწყობს, რა თქმა უნდა, რუსეთს, იმიტომ რომ მაინც მისი მოკავშირეა ამ რეგიონში. მაგრამ ისევ და ისევ განმეორდები, როგორ შეაძლებელი ხა ირანში რეჟიმის ცვლილება და ირანის დამარცხება სახმელეთო ოპერაციის გარეშე, მე ეს ვერ წარმოვიდგენია. ერთი არის რომ შეიძლება დაბომბება სერიოზულად დაასუსტა ირანი და ესე თქვა მოაცალა მას, ან რამდენიმე წლით მაინც გადაავა და ირანის ბირთვული ამბიციები. შეიძლება ეს მოხდა, მაგრამ რეჟიმის ცვლილებამდე ძალიან შორს არის.